შორეულ გალაქტიკაში დაბნეული ხალხი მომგებიანი კოეფიციენტების ძიებაში აწყდება სხვადასხვა რესურსს. ამ ქაოსში გამოჩნდა ორი დეტექტივი, თავისი საქმის უპატრო მცოდნე გალაქტიკის ორმა ჯედაიმ ჰუმანოიდების დახმარებად დაისახა მისნად. გაზეთებიდან დაწყებული ინტერნეტ სივრცით გაგრძელებული და ინსაიდერული ინფორმაციით დასრულებული ყველაფერი იშიფრება იმისთვის, რომ დედამიწელები მოგებაში დარჩნენ. გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი მორიგი გამოშვება, მორიგი გამოძიება. ლუკა და გიორგი ისევ თქვენთან ერთად. გამარჯოს. არც ცუდი პროგნოზები გქონდა მე მგონი წინა გადაცემაში და დღეს დარწმუნებული ვარ, ბევრად უკეთესები გვექნება და შენ უნდა დაიწყო წინა გადაცემის და პროგნოზების მიმოხილვა, იმიტომ რომ ძალიან კაი რაღაც გამოიცანი და გავიხსენოთ ეგ ამბავი როგორ იყო. მანგალორეს გულისხმობ, ხო? მანგალორეს აბარა. მანგალორე მოიგო, მანგალორე გალიდერდა და შესაბამისად ინდოეთის ჩემპიონატს მოვაგებინებთ ცოტა ხანში ამ გუნდს. ვინც დამიჯერეთ ამყევით ამ პროგნოზში, წარმატებას გისურვებთ. კიდევ ჩავწერთ ჩვენ მანგალორეს ოღონდ მომავალში, მაგრამ თავარი მიგნება, რა თქმა უნდა, იყო პედრო აკოსტა და მისი ტრიუმფალური გამოსვლა უნგრეთის გრან-პრიზე. ჩვენ ვივარაუდეთ, რომ აკოსტა ძალიან ტექნიკური მრბოლელია და შესაბამისად ტექნიკურ ტრასაზე ის კარგ შედეგს დადებდა. კვალიფიკაციიდან მოყოლებული, მართლა ძალიან მაგარი იყო, ორივე Red Bull KTM-ი. ბრწყინვალედ იასპარეზეს, სამწუხაროდ სპრინტის დროს არ გამოვიდა, წაიქცა პედრო, მაგრამ ჩვენი პროგნოზი იყო, რომ რბოლაში სამეულში მოხდებოდა. გავიდა მეორეზე. კი ბატონო, ასეც აგიხდეთ საერთოდ მეორე რბოლზე გავიდა. იყო ლუკა მაგისი? 20-ზე მეტი იყო. ვინ მოიგებდა, მაგაზე არ დავაბდი, სხვა შორის ეგეც ვთქვით გიორგი, ხო, რომ მარკესი მოიგებდა რბოლას, ახლა რთული გამოსაცნობი არა 20-დან 12 მოგებული აქვს, მაგრამ მაინც ხო, ეს კარგი მიგნება იყო, აკოსტას ბევრი პოდიუმი წელს არ აქვს, უბრალოდ აი ამ ტექნიკურ ტრასაზე, მოკლედ კარგად გავშიფრეთ, კარგად გამოვიძიეთ და დავსვით ეს. ძალიან მაგარი პროგნოზი იყო, ხა თან შენ ისე თქვი, რჩევის სახით, მაგრამ ბილეთშიც დაწერე, ასე ვთქვათ. ნუ ბილეთებს აქ არ წერს რჩევის სახით ვეუბნებთ ყურადღებას, მაგრამ ხო, და ძალიან გამიჭირდება მეც და შენც გაგიჭირდება, რომ მაგ კოეფიციენტს გადავაჭარბოთ ერთ შეხვედრაში ამ გადაცემების ისტორიაში, ხო, მაგრამ ცადოთ, ხო, ცადოთ. რა შეიძლება ჩემებს, ხო, მე პირველი თამაში რაც დავწერე იმ დღეს ეგ იყო LDU და Botafogo, Copa Libertadores-იდან მე განმეორებით თამაში იყო და საჯის ნორმალური და ვთქვი რომ 5 ნახევარზე მეტი ბარათი უნდა წამოსულიყო და იყო 7. ანუ ეგ პოზიცია გამწვანა და ვთქვი ფრენბურთები, უბრალოდ ცოტა ისე არ გამიმართლა რაში 3 ფრენბურთი ვთქვი. პირველ დღეს იყო ბრაზილია, საბერძნეთი, იტალია, სლოვაკეთი, ორივეში ნაკლებობები ვივარაუდე, იმიტომ რომ ნუ იტალიას და ბრაზილიას ძალიან მარტივად უნდა მოეგოთ და იქ 127 ნახევარზე ნაკლები ვთქვი ბრაზილიაში და იტალიაში 124 ნახევარზე ნაკლები და ორივე დაჯდა. და მეორე დღის თამაში ავიღე ესპანეთი, თურქეთი 121 ნახევარზე ნაკლები და ეგ არ დაჯდა სამწუხაროდ, იმიტომ რომ თურქეთმა თვალ კარგი შთაბეჭდილება არ დატოვა 3-0 მოიგო, მაგრამ 3 თუ 4 ქულით გადაცდნენ. ბოლო სეტში უნდა მოიგოთ 18-ზე 25-18 და 25-22 მოიგეს. ასე რომ იცი რა, აი პირველი მატჩები რო არის მაგიტობი. ხო, ეხლა პირველი დღის თამაშები იყო კი ბატონო და მსოფლიო ჩემპიონატს კიდე გავყვებით. და კიდევ რის თქმა მინდა, მეც შენს შემომიერთდები რა თქმა უნდა, იწყება ევრობასკეტი. როცა ჩვენი გადაცემა გავა ეთერში უკვე დაწყებული იქნება და სადღაც მაშინ დაიდება ზუსტად ჩვენი ეს გამოშვება, როცა საქართველოს ესპანეთი იქნება. აუ, მაისური უნდა წამომეღო და დამავიწყდა, რომ თხოვეს რეჟისორებმა. მე ხო, იმის აღნიშნავს მინდოდა, რომ ჩვენი სტუდია ნელ-ნელა ძალიან ლამაზდება რა სიტყვი, მადლობა ამისთვის ადამიანებს, ვინც ვისაც ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით, აგერ არიან და მე ძალიან მომწონს ეს დამბაჩები განსაკუთრებით რა. ეს თუ არ გაგვიმართლა ესა? თუ რაღაცა ბოლოს დუელი შეგვიძლია დუელს შემოგთავაზებ. ხო და რის თქმა მინდა რომ წარმატებები მინდა უსურვო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, საკალათბურთო ნაკრებს, ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები იწყება. მართალია ამ ხანაგური შეხვედრები ყველა წავაგეთ, მაგრამ ეგ თუ გავიხსენებთ ხოლმე წინა მოსამზადებელ ეტაპებს ევრობასკეტამდე რაც გვაქვს ხოლმე ხშირად ხდება რომ ამ ხანაგურ შეხვედრებს ჩვენები აგებენ არცე მაღალ დონეზე ატარებენ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ევრობასკეტზე წარმატებით გამოვალთ. რთული თამაშები იქნება, ხვდებით ჯერ ესპანეთს, მერე იტალია, საბერძნეთი,
ბოსნია, კვიპროსი, მოკლედ ადვილი არ იქნება, ბოსნიასთან, კვიპროსთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ, თუ გვინდა ჯგუფიდან გასვლა და იმ სამიდან იტალია, საბერძნეთი, ესპანეთიდან როგორმე ერთი უნდა მოვიგოთ, ადვილი არ იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ წარმატებები ბიჭებს და იმედს ვიტოვებ, რომ კარგი იქნება ეს ევრობასკეტი ჩვენებისთვის. მეც მჯერა, მე სხვა შორის მაგას უყურებ ცოტა სხვა მიდგომით, მე პირიქით მგონია, რომ ამ ხანაგურ მატჩებში რაღაცა უნდა დამალო. თავი არ უნდა გაიგიჟო აზრი. დატესტო ხო, და პირიქით სქემები და ხო, სქემები და ეხლა როცა ასეთ მეტოქეებთან გაქვს საქმე, ეხლა ისედაც შენზაზლიერები არიან და კიდე თუ გაგშიფრეს ყველაფერში და მაშინ თვალთაზრი არ აქვს არაფერს და ამიტომ ჯობია რაღაცები დამალო და იქ უკვე გამოაჩინო. ხო, თან რაღაც ამ ხანაგურ შეხვედრებში თორნიკე შენგელია გვაკლდა, მარტო პირველი თამაშის შემდეგები არ უთამაშია, ევრობასკეტზე იქნება და კარგია რომ და იმედი ეგრეს გაგრძელდება, ტრაუმების გარეშე ვართ, სრული შემადგენლობით და იმედი ანად შეცაბა. ეხლა დავიწყებ ევრობასკეტით. პირველ დღეს 27-ში არის ლატვია-თურქეთი, როგორც მიხვდა ჩვენი მაყურებელი, ცოტა ადრე იწერება ჩვენი გადაცემა და უბრალოდ თვითყვი, ნუ რა აზრი აქვს, მაგრამ მოდი აი თუ ლატვია იქნება მაგარი ფავორიტი, ხო? ლატვია არის ფავორიტი, მაგრამ ვამბობ იმას, რომ თურქეთი მოიგებს ამ შეხვედრას, ოღონდ ამას რა თქმა უნდა ვერც დავწერთ, იმიტომ რომ 28-ში გავა ჩვენი გადაცემა და 27-ში არის ეს თამაში. 2-1 აქვს თურქეთს და ვფიქრობ, რომ თურქეთი ლატვიას დაამარცხებს და როცა ნახავთ ამას უკვე ჩატარებული იქნება ეს თამაში, არ იქნება ჩატარებული და იმ საღამოს იქნება ღამე საბერძნეთი იტალია, ჩვენი ჯგუფის თამაში არის. მე უყურებ უშინ საბერძნეთი საფრანგეთს ამ ხანაგურ შეხვედრას არ მომეწონა საბერძნეთის ნაკრები რაღაც დაგიმალო. საბერძნეთი ყველასთან ჯგუფურ ეტაპზე იქნება ფავორიტი, იმიტომ რომ იანისის ფაქტორია რა, იანის ანტეტოკუმპო ხავს საბერძნეთს, თამაშობს, შესაბამისად არ არის გასაკვირი ეს ნაკრებებთან როგორც იტალია, რომელიც ჩემი აზრით საბერძნეთზე ბევრად დაბალანსებულია. უკეთესი გუნდია. მაინც საბერძნეთი იქნება ფავორიტი იანისის ფაქტორის გამო. თუმცა ეს ამხანაგური შეხვედრები ყველა ამხანაგური საბერძნეთმა ითამაშა სახლში, ათენში და თქვათ კარგი შაბლება არ დატოვეს. ითამაშა მათ შორის იტალიასთან ერთი კვირის წინ და 76-74 მოუგო, 2 ქულა მოუგო სულ საბერძნეთმა. ბრძოლა იყო ბოლო წამამდე და ეს ხდებოდა ათენში. ეხლა მიდიან კვიპროსში, ბერძნებს არ გაუჭირდებათ იქ ჩასვლა, მაგრამ სახლში მაინც არ არიან. იტალიას თუმცა თვლიან რომ სახლში. ხო, კი, თურქები არ თვლიან, ეგენი თვლიან. იტალიას სრული შემადგენლობა ხავს თითქმის, ძალიან კარგი გუნდია, დაბალანსებული გუნდია და მე ვიტყვი რომ აქ საბერძნეთის ნაკრები 6 ქულით ვერ მოუგებს იტალიას, ანუ +5.5 ორიანი იტალიის, რაც 1 და 7 თუ 1.75-ია კოეფიციენტი, რაც მე მგონია რომ იტალიამ უნდა მოუგოს, უბრალოდ ამ +5.5-ით რახან ეგეთი კოეფიციენტია თავს ვიზღებ ეგარი და ეგ. ნუ არ წააგებს იტალია სხვაობით, რომ ეს იქნება ჩემი პირველი პროგნოზი, კარგი მიგნება არის. მე დღეს რაღაც ცოტა დავშოშმინდები იმის მერე. ხო. ძალიან დიდ კოეფიციენტებზე დავშოშმინდები, ხო. იცი რა, იწყება ხელბურთი ბუნდესლიგა, ნელ-ნელა გახურდება ახლა ჩემპიონატები იქნება, კალათბურთიც იქნება, შიდა ჩემპიონატებიც, დიდი ტურნირებიც და ასეთი მატჩი იქნება ერლანგენი კილი. და მე ჩავკლიდი აისაც დარწმუნებული ვარ ამაში, რომ კილი დაიწყებს სერიოზულად ამ ჩემპიონატს, კილი ვერ მოხდა ჩემპიონთა ლიგაზე, ხო, დიდი ხანია უკვე ვერ ხდება თან ეგ ფუქსე არის ძალიან მაგარი, არის მაგდებურგი. ჩემპიონი ვინ გახდა? ლიგა ვინ მოიგო? ფუქსე. ბარსელონას აწააგო ფინალში თუ ნახევარფინალში? მე ნახევარფინალში, გერმანული ფინალი. ხო. ხო და ნელ-ნელა დაკარგა პოზიციები კილმა, მაგრამ მოვიდა ახლა ახალგაზრდა საინტერესო მოთამაშეები მოვიდნენ, პლუს აქ თამაშობს დომაგოი დოუნიაკი. ჯერ კიდევ დარჩა ერთი სეზონი, კარგი გუნდია, ტრადიციულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მსოფლიო მასშტაბით და მით უმეტეს გერმანიის და არ მგონია, რომ ერლანგენმა რაიმე წინააღმდეგობა გაუწიოს მიუხედავად იმისა, რომ სახლში თამაშობს კილს. ფორითაც შეიძლება აღება, ისე მოგებასაც კოეფიციენტი აქვს. მოკლედ, კილი მოუგებს ერლანგენს გასვლაზე პირველ მატჩში. ბუნდესლიგაში ზოგადად სუსტი გუნდიც სახლში ძლიერად გამოიყურება, მოგესალმებათ, რომ თანაბარი გუნდები არიან ბევრნი და იბრძვიან საშინაო გუნდები სერიოზულად. მაგრამ მგონია რომ ამ შემთხვევაში კილი გამარჯვებით დაიწყოს. ლუკას სახელბურთო პროგნოზები არა მარტო, მაგრამ განსაკუთრებით სახელბურთო პროგნოზები გასთვალისწინებელია. ვიცი მე ეგ ამბავი რომ კი, ჩემზე მეტი ხელბურთი თავს დავდებ, მე მგონი ხელბურთელებსაც არ აქვს. მე გადავალ ხელბურთზე, კონფერენციის ლიგა არის, ზუსტად დღეს
ანუ ხუთშაბათს, საღამოს, კარგი თამაშებია, ბევრი კარგი თამაშია, ეს არ არის კარგი თამაში. დიფერდანჟი დრიტა კოსოვოს გუნდია. აი ახლა სანამ დაწერე რა. მე რეიტყვია რომ რატო ლაპარაკობ და როგორ არ უნდა ვილაპარაკო? ვინ? დრიტა და დიფერდანჟი სათამაშობენ კონფერენს ლიგაზე და ჩვენ იმაზე ვგჭობთ კიდე რომ იცით რა ჩვენი მიდგომა ფეხბურთისადმი არის მაინც ყველაზე სწორი და ცოტა ხანიც გვაცადეთ კიდევ ერთი 20 წელი და რაღაცა მოხდება. კარგი მაშია ლუკარო ბოლო ქართული გუნდი რომელიც გამოვარდა აქედან ერთი თვის წინ გავარდა და ეს გუნდები დიფერდანჟი დრიტა და კიდე უამრავი ისეთი გუნდი რომელიც ვინც გვიყურებს ბევრმა შეიძლება საერთოდ სახელი არ იცოდეს ისინი ისე ვიქარიან და ამ ორიდან დიფერდანჟი და დრიტადან ერთ-ერთი გავა ჯგუფში რა ფაზაზე და მაგაზე მაგ გუნდებს ალბათ დინამო თბილისის ბავშვთა აკადემიის გუნდი 1-20 წლის წინ მინიმუმ 5 ბურთიანი სხვაობით დაამარცხა. კი ბატონო, მაგრამ დღეს სხვა რეალობაა სამწუხაროდ. გვიწევს ეგეთ გუნდებზე საუბარი. ხო, დიფერანჟი დრიტა ლუქსემბურგის და კოსოვოს გუნდები არიან. პირველი შეხვედრა 2-1 მოუგო დრიტამ სახლში. გადამწყვეტი მატჩია, რომელიც იგებს ის გადის კონფერენს ლიგის ჯგუფში, ჯგუფს ვეძახი მაინც, მაგრამ კონფერენს ლიგის ფაზაზე არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მე ვიცი რაც უნდა დაწერო. ხო, მოკლედ ახსნა არის ის, რომ პირველ შეხვედრაში, რომელიც პირველი შეხვედრა არ არის ხოლმე გადამწყვეტი, ხო მეორე შეხვედრა. პირველ შეხვედრაში იყო 6 ბარათი. მსაჯი იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მსაჯი, ცუდი ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, ბარათების ამოღების მხრივ ვიცი შენ. შვედი ალჰაკიმი რომელიც ზეიზღება ბარათის ამოღება, მაგრამ ამათ შეხვედრაში პირველ თამაში მეზიზღება ის. ხო, მეც 6 ბარათი ამოიღო პირველ შეხვედრაში, წითელიც იყო მათ შორის. ამჯერად არის განმეორებით შეხვედრა, მინიმალური სხვაობა, ვინც იგებს ის გადის საბოლოო დასკვნით ეტაპზე და მსაჯი არის ანდრეა კოლომბო. იტალიელი, ყველაზე კარგი. უყვარს ბარათების ამოღება. აქ არ ვიცი კოეფიციენტი რა იქნება, იმიტომ რომ ჯერ ახლა არ დევს კოეფიციენტები, მაგრამ როცა ხალხი ნახავს ამ განაცემას, მაშინ იქნება ყველანაირი პოზიცია, გამოტანილი, გაშლილი. მე მგონია რომ თუ 4.5 ნორმალური კოეფიციენტი აქვს, ეგ უნდა დაწერო, თუ არა კაი კოეფიციენტი 5.5 უნდა დაწერო და რორამო 6.5, 7.5, მე ვიტყვი რომ 5.5-ზე მეტი ბარათი იქნება ამ შეხვედრაში თითქმის დარწმუნებული ვარ მაგ ამბავში. მე გიორგის დავითანხმები და პლუს მივაწერდი რომ ეს შეხვედრა წითელი ბარათის გარეშე არ დასრულდა. კარგი ვარიანტია ეგეც პირველ შეხვედრაში იყო და აქაც უნდა იყოს. არსებობს როგორც არ უნდა მოხდეს, იქ დახოცავენ იგი. წითელი თუ იქნება 6 ბარათიც წამოვა როგორ. და კონფერენს ლიგაზე ისეთი მატჩია რომ რა ვიცი, როგორ გამართლდეს ძალიან გამიკვირდება. კარგი, მე ხზენებ ფილოსოფიის გარეშე როგორც შეგვირდით, დღეს მექნება ცოტა ლაითი ვარიანტები. ლიონი მარსელი არის კვირას. კი. ჯერ ერთი უკომაგებთ, ხო? მე ეს არის ორი დიდი ქალაქის დაპირისპირება, არამხოლოდ საფეხბურთო ზოგადად. დიდად ვერ იტანენ ერთმანეთს, მაგრამ არც ეზიზღებათ. ძირითადად, აი ბარათებისგან განსხვავებით, აქ დაკავებული არიან გოლების გატანით. კი. ხოლმე მეც ვივარაუდებ, რომ ამ თამაში ძალიან ბევრი გოლი გავა. ნორმალური კოეფიციენტი აქვს 3 გოლს, 3.5-ს კიდე უკეთესი, 4.5-ს მშვენიერი. მე კიდევ აი 2-2, 3-3 რაღაცა თამაში. ხო, ერთმანეთსაც ალბათ გაუტანენ, ორივეს ძიმე დაცვა აქვს განსაკუთრებით ლიონს, მაგრამ გონია რომ ბევრი გოლი იქნება ამ მატჩში და აი ზედმეტი გაშიფვრის გარეშე აქ არ დავიწყებ კონკრეტულად რაღაც თემაზე საუბარს, უბრალოდ გადაავლეთ თვალი მათ უშუალო დაპირისპირებებს. და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, უკომაგებთ მიქაუტაძის გოლს. ეგეც შეგიძლია თქვა. ეგეც შეგიძლია დაწეროთ, სხვათა შორის, რომ ჟორჟი გაიტანს. წინატურში ვერ გაიტანა, ეხლა უნდა გაიტანოს. ახლა აქ ავტომატურად გეტყვით, რომ მაგალითად ამბასადორი ბეტზე არის შესანიშნავი ვარიანტები ამ მხრივ, აბსოლუტურად გამორჩეული, ბეტ ბილდერი გვაქვს. რადგან შეგიძლიათ ააწყოთ ეს პოზიციები, რაც ახლა ჩამოვთვალე, სიტყვაზე, რომ ერთმანეთის გუნდები გაუტანენ, იქნება ბევრი გოლი, მიქაუტაძე გაიტანს და თქვა სიტყვაზე მივაბათ, რომ მიქაუტაძე რამდენჯერმე დაარტყამს კარში. ეს ყველაფერი ერთმანეთს ეებინება წარმოიდგინოთ. კი, შეიძლება კოეფიციენტები ნამრავლი ზუსტი არ იყოს, მაგრამ წავა და წავა. არა, იცი რა არის ნამრავლი რა, ეხა ხო, ნამრავლი შესაბამისი არ იქნება, მაგრამ სხვაგან მაგას ვერ აბამ. ანუ მიქაუტაძე რო გოლს გაიტანს და მიქაუტაძე რო კარში 3-ჯერ დაარტყამს, ეგეთი რაღაც გადაბმა, თუ კიდე რო კარში დარტყმები იქნება, მაგ შეხვედრაში ბევრი და ასე შემდეგ, ანუ ერთმანეთი
ერთმანეთს რო არ გამორიცხავს ეგეთი რაღაცა პირიქით რა, ერთმანეთს რო ეხმიანება ეგეთი რაღაცების გადაბმა, სხვაგან არ ხდება. ასე რომ გამოსაყენებელი ამბავია ეგ, მოკლედ მარსელი ლიონი, უბრალოდ ლიონი მარსელი ძალიან ბევრი გოლი. რამდენი ეგ თქვენ გადაწყვეტეთ უკვე და მე მინიმუმ 2 ნახევარზე მეც გთავაზობთ. მესამე და ბოლო ამ შემთხვევაში რასაც ეგრეთ წოდებული დავწერ დღეს მე რჩევების სახით კიდე რაღაცები შემიძლია ვთქვა, მაგრამ ეს თამაში ძალიან მომწონს. მე პარასკევს არის გიორგი გოჩოლეიშვილი გადავიდა ჰამბურგში. ჰამბურგი როგორც იქნა დაბრუნდა ბუნდესლიგაში, ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული გუნდი არ მხოლოდ გერმანიაში, დიან სოფლიოში, ხო, ჰამბურგი დიდი გუნდია, გრანდია, რომელიც არასდროს არ გავარდნილა ბუნდესლიგიდან, აგერ რამდენიმე წლის წინ გავარდა პირველად და იწვალა, წლები იწვალა, რომ დაბრუნებულიყო. დაბრუნების მერე ჰამბურგს აქვს პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე, გუშინ წინ ითამაშეს და არ წააგეს გლადბახთან გასვლა. 0-0 დასრულა, გოჩოლეიშვილი ძირითადში იყო და როგორი შეხვედრა აქვს პირველივე შინ სანქტ-პაულისთან. ფეხბურთის გულშემატკივარმა არ გადიცის ჰამბურგი სანქტ-პაული რა არის, ეგ არის დერბი ჰამბურგული, ანუ სანქტ-პაულიც ჰამბურგის გუნდი არის. ეზიზღებათ ერთმანეთი, ამათ აი როგორც თავის ყველა სევილია, ბეტის, ოლიმპიაკოს, პანათინაიკოს, პარტიზანის, როენა ზვეზდას, რივერი, ბოკას და ასე შემდეგ ეგრე ეზიზღებათ. ნუ გასაგები არა ხა უფრო ცივილიზებული ხალხი არის, მაინც გერმანია და შეიძლება ყველა თამაში ეს რივერი ბოკასნაირი 12 ბარათი არ იყოს და 15 ბარათი. მაგრამ ეს კიდე ემატება ამ ამბავს ის, რომ ბუნდესლიგაში ხვდებიან ერთმანეთს წლების მერე, იმიტომ რომ როცა ჰამბურგი იყო ბუნდესლიგაში, მაშინ სანქტ-პაული იყო მეორე ბუნდესლიგაში. ანუ ერთმანეთთან კვეთა იშვიათად თავთ ხოლმე. მე მეორე ბუნდესლიგაში შეხვდნენ კი, მაგრამ მე სანქტ-პაული გადმოვიდა, ეს დარჩა და წინა სეზონში ისევ არ უთამაშიათ. ანუ ბევრი ფაქტორი არის, გამოც ამ შეხვედრაში უნდა დახოცონ ერთმანეთი. ჯერ ის რომ დერბია და ისედაც უნდა დახოცონ, მე მეორე ის რომ ორივე ბუნდესლიგაშია და ეგრე დაემთხვა. უმაღლესშია, მესამე ის რომ ჰამბურგი დაბრუნების მერე პირველ შეხვედრას მართავს საკუთარ მოედანზე და ხვდება ვინც ყველაზე მეტად ეიზღება ამ სანქტ-პაულის. თან კიდე ერთ ფაქტორს დაგიმატებ. მაგის მერე ეთამაშება მიუნხენის ბაიერნს. ხო, მithumetes ეს პირველი თამაში მოსაგებია. შესაბამისად, აქაც ლუკა ჯერჯერობით სამწუხაროდ ეს როგორი თამაშია, იცი რომ ჩვენ ბარათებს არ ვამბობთ ხოლმე და არ წერთ ხოლმე თუ არ ვიცით მსაჯი ვინ არის. ამ შემთხვევაში არ ვიცი ჯერ არ დევს მსაჯი ვინ არის, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, მაინც მგონია ბარათები. თუ ცუდი მსაჯი დანიშნეს, მაშინ ტოტალით შედარებით ნაკლები იქნება. ანუ შეიძლება 3.5-ზე, 4.5-ზე მეც კაი კოეფიციენტი ქონდეს. თუ ისეთი მსაჯი დანიშნეს, ვისაც უყვარს ბარათების ამოღება, მაშინ ნაკლები კოეფიციენტი იქნება, მაგრამ ჩვენ დავწერთ 5.5-ზე მეც ან რაღაც მსგავს. ასე რომ კოეფიციენტის მიხედვით მე ვიტყვი აქ ბარათებს, აი სადაც 2 გუში ან 1 და 8 რასაც ექნება, იმაზე მეტი ბარათი ჰამბურგის სანქტ-პაულიში. ამ მატჩში იქნება ბევრი ბარათი. აი ეს უბრალოდ და კონკრეტულად დაჯერეთ თქვენთან გადაწყვეტეთ რამდენი გიღებთ და როგორ გიორგიმ გაგიშიფრათ რომ არის დერბი. ამაზე სხვა შორის ცალკე შეგვიძლია ავაწყოთ მთელი სისტემა, ჩამოვწეროთ ხოლმე სად რომელი დერბი დარჩა მნიშვნელოვნად. იმიტომ რომ ძალიან ბევრი დერბი, მაგალითად რომაული ან მილანური არ წარმოადგენს უკვე დიდ ინტერესს. უფრო მილანური. მილანი საერთოდ ამხანაგური თამაშებია ხოლმე ამ ბოლო დროს. და აი ეს დერბი რომელიც ახსენე ხა გიორგიმ, ეს მართლა ძალიან მაგარია, გასათვალისწინებელი ამბავია. მე შენ პროგნოზებს სამივეს ერთმანეთს მივაბამ და ჩემ ნახოთ ინდივიდუალურში მეც მომწონს რაღა დაგიმალ. კი. ეხლა ერთს გეტყვი კიდე და ჩაამატე. მოდ რადგან ამდენი ბარათები დაწერა გიორგი, მოდ მე აღარ შევეხები, თორემ მომზადებული მაქვს მაგისის მაქვს თელი ნუსხა. მე მაშინ გოლებზე გავაკეთებ ისევ აქცენტს. და ავიღებ ლიონი მარსელი თუ დავწერე, ლივერპული არსენალია რა. აი აქ რა უნდა იყოს თუ არა აქეთ-იქით გოლები ბევრი. ორივე შემტევ ფეხბურთს თამაშობს, მე უყურე იუნაიტედთან არსენალის მატჩს ნუ ჩავთვლით, იმიტომ რომ პირველი შეხვედრა იყო და მაინც ცოტა გაუჭირდა მანჩესტერს ახალი შემადგენლობით ათამაშება. მეორეშიც გაუჭირდა. მეორეშიც გაუჭირდა. მანჩესტერია. საერთოდ არ უჭირს ლივერპულს, პირიქით შესანიშნავ ფორმაშია, წინვალე თამაშობს და იგივე შეგვიძლია ვთქვათ ლონდონის არსენალზე. ზიზღი აქ არ არის. აქაც დაახლოებით იგივე ვარიანტია, რაც ლიონი მარსელის მატჩი, უბრალოდ ძალიან ბევრი გოლი უნდა გავიდეს. აღარ გავმეორდები, ზუსტად იგივეს ვამბობ აქ რაც თქვი ფრანგულ მატჩზე. ასე რომ დაწერეთ ბევრი გოლი და ისარგებლეთ ამით. აი ხა ეს 6 პოზიცია ერთმანეთს რომ მიაბათ ძალიან დიდი კოეფიციენტი და ჩვენერი დასვენება გამოგივათ ზაფხულის მიწურულს. ჯერ კიდე არის, ხო? დრო დაისვენოს ხალხმა. იმედია გამოადგებათ ეს პროგნოზები, მე დავამართლებთ. მეც გადავიწერ შენგან
ჩვენს გადაიწერეთ ჩემგან და ვისაც მოეწონა ჩვენგან გადაიწეროს, ჩვენ ვცდილობთ რომ კარგად გავარჩიოთ ხოლმე რაღაც თამაშები, რომ ადამიანებს გამოადგეთ. კარგი, ეხლა დღეს მართლა ცოტა დავისვენეთ იმ რაღაც ასტრალური კოეფიციენტების შემდეგ, შემდეგ გადაცემაში უკვე საინტერესო მიგნებებს მანგალორეს სტილში შემოგთავაზებთ. მადლობა ყურადღებისთვის და დროებით გემშვიდობებით. კარგად.